საიდან დაიწყო იაპონიის ეგრეთ ოდული სამურაების ისტორია? სინამდვილეში, როდესაც ვისმენთ სიტყვა სამურაის, ხშირად წარმოგვიდგება მებრძოლი, რომელსაც ხელში კატანა უჭირავს და მტკიცე ჯავშანი აცვი. მაგრამ სამურაები ასე არ დაწყებულა. სანამ ისინი ძლიერები გახდებოდნენ, თავდაპირველად ისინი იყვნენ მებრძოლები, რომლებიც იაპონიაში მდიდარი ოჯახების მიწასა და ქონებას იცავდნენ. იმ დროს იმპერატორის კონტროლი იაპონიის შორეულ ადგილებზე სუსტი იყო. ამიტომ ეს მებრძოლები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. მაგრამ კითხვა ისაა, საიდან დაიწყო ყველაფერი? როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი? ვინ იყო მათი პირველი ლიდერი? სწორედ ამას გავიგებთ ახლა. წავბრუნდეთ მე-8 საუკუნის ბოლოს. ამ პერიოდში იაპონიის დედაქალაქი გადაიტანეს გეიან-კიოში, რომელიც დღეს ცნობილია როგორც კიოტო. აქ ცხოვრობდა იმპერატორი და ბევრი მდიდარი ოჯახი. კიოტოში ასევე განვითარდა ხელოვნება, მწერლობა და კულტურა. მაგრამ იაპონიის შორეულ რეგიონებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა და ბრძოლა იყო. და როგორც უკვე ვთქვი, მთავრობას ჯერ კიდევ სრულად არ ჰქონდა იაპონიის მთლიანი ტერიტორიის კონტროლი. ჰონსიუს ჩრდილოეთ ნაწილში არსებობდა ჯგუფები, რომლებსაც ემიში ეწოდებოდათ. ემიში დიდი ხანია იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მათ არ სურდათ იმპერატორის ძალაუფლების ქვეშ ყოფნა. ისინი ასევე კარგად ჯირითობდნენ ცხენზე და მშვილდისარს იყენებდნენ. ამიტომ მთავრობის ჯარისკაცებს უჭირდათ მათთან ბრძოლა, იმპერატორმა კიდევაც გაგზავნა ჯარები ჩრდილოეთში, რომ ემიშისთან ებრძოლათ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. მთავრობისთვის რთული იყო ბევრი შორი მიწის დაცვა. ამიტომ მიწის მფლობელები დაიწყეს საკუთარი მეომრების აყვანა. ამ მეომრების საქმე იყო მიწის, მოსავლის და იქ მცხოვრები ხალხის დაცვა. და სწორედ აქედან დაიწყო სამურაების თანდათანობითი ჩამოყალიბება. ზოგიერთებს კი ყავდათ ნათესავები, რომლებიც ადრე იმპერატორის ოჯახის ნაწილი იყვნენ. თავიდან მათ ჯერ კიდევ არ ეძახდნენ სამურაებს, მაგრამ მე-10 საუკუნისათვის უფრო ნათლად ჩამოყალიბდა ამ მებრძოლთა ჯგუფი, რომელსაც ბუშის ან სამურაის ეძახდნენ. პირველი სამურაები განსხვავდებოდნენ იმ სამურაებისგან, რომლებსაც ფილმებში ვხედავთ. მაშინ კატანა მათი მთავარი იარაღი არ იყო. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცხენი და მშვილდი. ბევრი სამურაი გაწვრთნილი იყო მშვილდის გამოყენებაში, როცა სწრაფად მორბენალ ცხენზე ისხდნენ. ისინი ასევე იყენებდნენ მახვილს და შუბს საჭუპ საჭიროების შემთხვევაში. როცა სამურაების ოჯახები ძლიერდებოდნენ, უფრო მეტ მიწას აკონტროლებდნენ. მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქედან მოდის საკვები, განსაკუთრებით ბრინჯი. როცა ოჯახს მეტი მიწა აქვს, მეტი საკვები აქვს და უფრო მეტ მებრძოლს შეუძლია შეინახონ, ამიტომ იმპერატორის კონტროლი ნელ-ნელა დასუსტდა, იმპერატორი კი კვლავ კიოტოში იყო, მაგრამ ბევრ პროვინციაში ადგილობრივი სამურაები იცავდნენ ხალხს და მიწას. მათ საკუთარი ხალხი და საკუთარი ტერიტორია ჰქონდათ. ისინი მხოლოდ მცველები აღარ იყვნენ. ნელ-ნელა მათ პოლიტიკაშიც ძალაუფლება მოიპოვეს. მე-12 საუკუნისთვის ორი დიდი სამურაის კლანი ყველაზე ძლიერები გახდნენ. ესენი იყვნენ ტაირა და მინამოტო. პირველად ტაირას კლანი გახდა ძლიერი ტაირა ნო ნოკიომორის ხელმძღვანელობით. მათ დაამარცხეს სხვა სამურაის კლანები. ამის გამო ტაირას ძალაუფლება გაიზარდა კიოტოში, სადაც იმპერატორი ცხოვრობდა. კიომორიმ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ოჯახი, როცა თავისი ქალიშვილი ტაირანო ტოკუკო დააქორწინა იმპერატორ ტაკაკურაზე. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელიც გახდა იმპერატორი ანტოკუ. ამის გამო ახალგაზრდა იმპერატორი კიომორის შვილიშვილი იყო, თუმცა ბევრი სამურაის ოჯახი უკმაყოფილო იყო ტაირას ძალაუფლებით. მათ შორის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო მინამოტო ნო იორიტომო. იორიტომო მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. იორიტომო როცა მისი ოჯახი ტაირას კლანმა დაამარცხა 1160 წელს, ამ ბრძოლაში მამამისი მოკლეს, მაგრამ იორიტომო არ მოუკლათ. ამის ნაცვლად ის შორეულ ადგილას გადაასახლეს. იქ გაიზარდა და ნელ-ნელა დაიწყო მოკავშირეების შეძენა. 1180 წელს თავიდან დაიწყო დიდი ბრძოლა ტაირას წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველი ვინც იბრძოლა იყო მინამოტო ნო იორიმასა. ის უკვე მოხუცი იყო, მაგრამ მაინც შეეძლო ბრძოლა, თუმცა მისი ჯგუფი დამარცხდა უჯის ბრძოლაში. როცა დაინახა, რომ აღარ ჰქონდა გადარჩენის შანსი, რომ გაქცევის გზა აღარ ჰქონდა, მან თვითმკვლელობა აირჩია, მაგრამ არეულობა კიდევ უფრო გამწვავდა. მაგრამ როგორ? მინამოტოს სხვა ლიდერებმაც გააგრძელეს ბრძოლა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მინამოტო ნო იორიტომო. იაპონიის აღმოსავლეთიდან იორიტომო მოკავშირეების შეკრიბა, მას შეუერთდა ბევრი სამურაის ოჯახი, რომლებიც ტაირას ძალაუფლებას აღარ ემხრობოდნენ. აქ დაიწყო გემპეის ომი, დიდი ომი ტაირასა და მინამოტოს შორის, რომელიც 1180-დან 1185 წლამდე გაგრძელდა. ეს ბრძოლა გადაწყვეტდა, რომელი სამურაის კლანი გახდებოდა ყველაზე ძლიერი იაპონიაში. ომის გაგრძელებისას ტაირას კლანი ნელ-ნელა დამარცხდა. ისინი იძულებულნი გახდნენ კიოტო დაეტოვებინათ.
მათ თან წაიყვანეს ახალგაზრდა იმპერატორი ანტოკუ, როცა დასავლეთ იაპონიაში გარბოდნენ. 1185 წელს გაქცევისას მოხდა დიდი და ნოურას ბრძოლა. ტაირასა და მინამოტოს გემები ზღვაში შეეჯახნენ ერთმანეთს. ბოლოს ტაირა დამარცხდა. მათთან ერთად იყო ახალგაზრდა იმპერატორი ანტოკუ. ტაირას დამარცხებამ იაპონია შეცვალა. დამარჯვებული მინამოტო ნო იორიტომო გამაკურაში დარჩა. იქ მან გააძლიერა საკუთარი სამხედრო მთავრობა. რამდენიმე წლის შემდეგ 1192 წელს იმპერატორმა მინამოტო ნო იორიტომოს შოგუნის ტიტული მიანიჭა. შოგუნი იყო სამურაების უმაღლესი ლიდერი. კამაკურიდან იორიტომომ ახალი სამხედრო მთავრობა კამაკურას შოგუნატი მართავდა. იმპერატორი კვლავ კიოტოში რჩებოდა. თუმცა სამხედრო ძალისა და პროვინციების მართვის რეალური ძალაუფლების დიდი ნაწილი შოგუნის მთავრობას გადაეცა. ამ სისტემის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ძლიერი სამურაითა ოჯახები მართავდნენ. მათ ჰყავდათ საკუთარი მებრძოლები, რომლებიც ემსახურებოდნენ და იბრძოდნენ მათთვის. ამის გამო სამურაების როლი შეიცვალა. ისინი აღარ იყვნენ მხოლოდ მებრძოლები, რომლებიც მიწას იცავდნენ. მათგან ბევრი მმართველობის ნაწილიც გახდა. მათი სამსახურის სანაცვლოდ მათ შეეძლოთ მიწა მიეღოთ. პოზიცია ან უფლება, რომ შემოსავალი მიეღოთ რომელიმე ადგილიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იაპონია მაშინვე დამშვიდდა. ჯერ კიდევ ბევრი ძლიერი სამურაის ოჯახი იყო, რომელსაც საკუთარი ინტერესები ჰქონდა. მიწაზე, ძალაუფლებასა და იმაზე თუ ის უნდა დამორჩილებოდნენ, კვლავაც იყო დაპირისპირება. იყო სამურაებიც, რომლებიც ბატონს კარგავდნენ. როდესაც მათი ბატონი კვდებოდა ან ძალაუფლებას კარგავდა, მათაც აღარავი ყავდათ, ვისაც ემსახურებოდნენ. სამურაის, რომელსაც აღარ ყავდა ბატონი, რონინს უწოდებდნენ. რონინების ცხოვრება სხვადასხვანაირი იყო. ზოგი ახალი ბატონის ძებნას იწყებდა, ზოგი კი ქირით მებრძოლად მუშაობდა, ან საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდა. ზოგი მათგანი ქურდობასა და სხვა დანაშაულებებში ჩაერთო. ამიტომ ყველა რონინის ცხოვრება ერთნაირი არ ყოფილა. დროის გასვლასთან ერთად სამურაიებისთვის ბატონისადმი ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. როდესაც სამურაი დამარცხდებოდა ან შეირცხვენდა, ზოგი მათგანი სეპუკუს ჩადენას ირჩევდა. სეპუკუ თვითმკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სამურაის ტრადიციის ნაწილი გახდა. მაგრამ ყველა სამურაი ამას არ აკეთებდა. ამასთან სხვადასხვა ეპოქაში ამასთან დაკავშირებული წესებიც იცვლებოდა. ომის დროს სამურაის ასევე სურდა თავისი მიღწევების დამტკიცება. თუ ისინი მნიშვნელოვან მტერს მოკლავდნენ, მათ ჯილდოსაც აძლევდნენ. ამიტომ ადრე ზოგიერთი სამურაი მტრის თავს თავის სარდალთან მტკიცებულებად მიქონდა. ამის სანაცვლოდ მათ შეეძლოთ მიწა, ფული ან უფრო მაღალი თანამდებობა მიეღოთ. მაგრამ მე-13 საუკუნეში გამოჩნდა ახალი სამურაითა კლანი, მონღოლთა იმპერია. იმ დროს აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი იყო ობილაი ხანი, ჩინგის ხანის შვილიშვილი. მონღოლთა იმპერიას უკვე კონტროლი ჰქონდა აზიისა და კორეის დიდ ნაწილზე. ობილაი ხანს ასევე სურდა, რომ იაპონია დაემორჩილებინა. ხუბილაი ხანმა იაპონიაში ელჩები გაგზავნა. მას სურდა, რომ იაპონიის მმართველებს მონღოლთა იმპერიის ძალაუფლება ეცნოთ, მაგრამ იაპონიამ უარი თქვა. ამიტომ მონღოლთა ძალები იაპონიის დასაპყრობად მოემზადნენ. 1274 წელს პირველი მონღოლური შემოსევა მოხდა. მათი გემები და ჯარები კიუშუზე, იაპონიის სამხრეთით მდებარე დიდ კუნძულზე ჩამოვიდნენ. აქ სამურაებმა ნახეს, რომ მონღოლთა არმიის ბრძოლის სტილი სრულიად განსხვავებული იყო. სამურაები ხშირად პატარა ჯგუფებად იბრძოდნენ, მაგრამ მონღოლი ჯარისკაცები ერთად უტევდნენ, როგორც ერთი დიდი არმია. ისინი ასევე იყენებდნენ ბევრ მშვილდს და სხვადასხვა იარაღს. ამის გამო სამურაებს დასაწყისში გაუჭირდათ, მაგრამ მონღოლთა ძალებსაც გაუჭირდათ. მათ ჭირდებოდათ საკვების, იარაღის, ცხენებისა და სხვა მარაგების კორეიდან იაპონიაში გადატანა. ეს რთული იყო, რადგან მათ ზღვის გადაკვეთა უწევდათ. საბოლოოდ პირველი მონღოლთა შემოსევა 1274 წელს წარმატებით არ დასრულდა. მათი ძალები უკან დაიხია, მაგრამ კუბლაი ხანი არ დანებდა. იაპონელებმა იცოდნენ, რომ მონღოლთა ჯარები შეიძლება დაბრუნებულიყვნენ. ამიტომ ისინი მოემზადნენ. მონღოლთა და სხვა თავდაცვითი ნაგებობები ააშენეს კიუშუზე, მათ ასევე განათავსეს მეტი ჯარის სანაპიროებს. 1291 წელს მონღოლთა ჯარები დაბრუნდნენ. მათი არმია უფრო დიდი იყო და უფრო მეტი გემი ჰყავდათ, ვიდრე პირველ შემოსევაზე. სამურაებმა კვლავ იბრძოლეს. იმის გამო, რომ იაპონელები მზად იყვნენ მონღოლთა ჯარებს გაუჭირდათ იაპონიაში ღრმად შეღწევა, როდესაც შემოსევა გრძელდებოდა, ძალიან ძლიერი ქარიშხალი დაატყდა მონღოლთა გემებს. ბევრი გემი დაზიანდა და ჩაიძირა. ამის გამო მეორე მონღოლთა შემოსევა ჩავარდა. შემდგომში იაპონელებმა ძლიერ ქარს, რომელმაც მონღოლთა შემოსევის დამარცხებაში დაეხმარა, კამიკაძე უწოდეს. ეს ნიშნავს ღვთაებრივ ქარს, ანუ წმინდა ქარს. იაპონია გადაურჩა ორ მონღოლთა შემოსევას, თუმცა ახალი პრობლემა გაჩნდა.
კამაკურას მთავრობამ დიდი თანხა დახარჯა მომზადებასა და ბრძოლაში. ბევრი სამურაი ელოდა, რომ მიცას ან სიმდიდრეს მიიღებდა ჯილდოდ. მაგრამ იაპონიამ ახალი მიცები არ დაიპყრო. ისინი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას ახერხებდნენ. ამის გამო ბევრი მათგანი იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო კამაკურას მთავრობაზე. ნელ-ნელა ბევრ სამურაის დაუქვეითდა ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ. და მომდევნო წლებში ეს პრობლემა ერთ-ერთი მიზეზი გახდება, რის გამოც კამაკურას შოგუნატი დასუსტება. სანამ სხვა კუთხით განვიხილავთ, მოდი ჯერ სამურაის იარაღზე ვისაუბროთ. იაპონიაში დიდი ხანია რაც მრუდე מחვილებს ამზადებენ. თუმცა მომდევნო საუკუნეებში იაპონური מחვილების დამზადება კიდევ უფრო დაიხვეწა და საბოლოოდ კატანა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამურაის מחვილად იქცა. კატანას აქვს მოღუნული პირი და ერთი ბასრი მხარე. ჩვეულებრივ მას წელზე იკეთებდნენ, ბევრი სამურაისთვის მათი מחვილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არსებობდა מחვილები, რომლებიც მშობლიდან შვილზე გადადიოდა, ასევე არსებობდა უფრო დიდი מחვილები, როგორიცაა ოდაჩი, ის კატანაზე გრძელია და უფრო რთული გამოსაყენებელია. სამურაიებიც იყენებდნენ შვილს და შუბს. ამიტომ კატანა მათი ერთადერთი იარაღი არ იყო. ჯავშანიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამურაის ჯავშანი ჩვეულებრივ მზადდებოდა ლითონისა და ტყავის პატარა ნაჭრებისგან, რომლებიც ერთმანეთთან თოკით იყო შეკრული. ამის წყალობით სხეული დაცული იყო, მაგრამ სამურაის მაინც შეეძლო მოძრაობა. მათ ჩაფხუტს კაბუტო ეწოდება. ის ბრძოლის დროს თავის დასაცავად მზადდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იაპონია მონღოლებს გადაურჩა, ქვეყანა მაინც არ იყო მშვიდობიანი. და ესე მოხდა. დროის გასვლასთან ერთად კამაკურას შოგუნატი დასუსტდა. როგორც უკვე თქვი, ეს იმიტომ მოხდა, რომ თაღს აღარ ჰქონდა ნდობა მთავრობის მიმართ. 1323 წელს კამაკურას შოგუნატი დაეცა. ამის შემდეგ ახალი სამურაის მთავრობა ჩამოყალიბდა. მას აშიკაგას შოგუნატი ეწოდა, მაგრამ მანაც ვერ შეძლო მთელი იაპონიის სათანადოდ კონტროლი. მრავალი ძლიერი სამურაი ლიდერი პროვინციებში უკვე ჰყავდა საკუთარ არმიას და საკუთარ მიცას. ამ ძლიერ ადგილობრივ ლიდერებს დაიმიო ეწოდებოდათ. როდესაც შოგუნი სუსტებოდა, დაიმიოები უფრო ძლიერდებოდნენ. 1467 წელს კიოტოში დაიწყო ქუმეტიწყო ონიმის ომი. პრობლემა დაიწყო იმის გამო, თუ ვინ გახდებოდა შემდეგი შოგუნი. მაგრამ ეს პრობლემა სწრაფად გაიზარდა, რადგან სხვადასხვა სამურაი კლანი ჩაერთო. ონინის ომი თითქმის 11 წელი გაგრძელდა. ბრძოლების გამო კიოტოს ბევრი ნაწილი დაინგრა. ომის შემდეგ შოგუნი კიდევ უფრო დასუსტდა, რადგან შოგუნი სუსტი იყო, ბევრმა დაიმიომ დაიწყო საკუთარი ტერიტორიის მართვა. დაიმიო იყო ძლიერი სამურაი ლიდერი, რომელსაც საკუთარი მიწა და არმია ჰყავდა. ამის გამო იაპონიაში გაჩნდა ბევრი განცალკევებული ტერიტორია, რომელსაც სხვადასხვა დაიმიო აკონტროლებდა. ისინი ხშირად იბრძოდნენ მეტი მიწისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამ პერიოდს სენგოკუს ეპოქა ან ომიან სახელმწიფოთა პერიოდი ეწოდება. ეს პერიოდი 100 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ომების გაგრძელებისას იაპონიაში ახალი იარაღი გამოჩნდა. 1553 წელს რამდენიმე პორტუგალიელი ტანეგაშიმაზე, იაპონიის სამხრეთ კუნძულზე, ჩამოვიდა. მათ თან ჰქონდათ იარაღი, რომელსაც ფითილიანი თოფი ეწოდებოდა. იაპონელებს ეს ახალი იარაღი მოეწონათ. მალე მათ საკუთარი ფითილიანი თოფის დამზადებაც ისწავლეს. ადრე მშვილდოსნობასა და מחულში ოსტატობისთვის წლების განმავლობაში ვარჯიში იყო საჭირო, მაგრამ თოფის გამოყენება ბევრად უფრო სწრაფად ისწავლებოდა. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვეულებრივი ქვეითი ჯარისკაცები, რომლებსაც აშიგარო ეწოდებოდათ. მათგან ბევრი მდიდარი სამურაის ოჯახიდან არ იყო. მაგრამ როცა მათ წვრთნას და ცეცხლსასროლ იარაღს აძლევდნენ, ისინი არმიისთვის დიდ დახმარებად იქცეოდნენ. ბევრმა დაიმიომ სწრაფად დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რადგან დაინახეს, რომ ეს ძლიერი იარაღი იყო. ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც კარგად იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს, იყო ოდანო ბუნაგა. ოდანო ბუნაგა ძლიერი დაიმიო იყო. მას სურდა დაესრულებინა დაუსრულებელი ომი და გაერთიანებინა იაპონია ძლიერი მთავრობის ქვეშ. ნობუნაგამ თავის არმიაში გამოიყენა სამურაები, აშიგარო, მშვილდოსნები, შუბები და ცეცხლსასროლი იარაღი. ამის გამო მან ბევრი ბრძოლა მოიგო. 1568 წელს ნობუნაგა შევიდა კიოტოში და მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდა. 1573 წელს მან დაამხო აშიკაგას შოგუნატი. ამის შემდეგ მან გააგრძელა იაპონიის სხვა ნაწილების დაპყრობა, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი მტერი ჰყავდა. იყვნენ დაიმიოები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ მას, ასევე იყვნენ ბუდისტური ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი არმია და ძლიერი ბაზები ჰქონდათ. ნობუნაგას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი იყო იშიამა ჰონგანჯი ოსაკაში. ეს იყო დიდი ბუდისტური ტაძარი, რომელიც ციხესიმაგრეს ჰყავდა. ბრძოლა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ მან 1580 წელს არ დანებდა. ნობუნაგამ ასევე იბრძოლა იგას მებრძოლებთან, ეს ადგილი ცნობილია მებრძოლებით, რომლებიც ჯაშუშობას იყენებენ, მოულოდნელი თავდასხმა და დამალვა მათი სტილია. მოგვიანებით ასეთი მებრძოლები ნინჯად იქნენ ცნობილი.
როცა ნობუნაგა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იფრობდა, ის თავის მიზანს იაპონიის გაერთიანებას უახლოვდებოდა. მაგრამ 1582 წელს ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა. მისმა ერთ-ერთმა გენერალმა, აკეჩი მიცუჰიდემ, მას უღალატა. მიცუჰიდეს ხალხმა ნობუნაგაზე თავდასხმა განახორციელა, როცა ის კიოტოში ჰონოჯის ტაძარში იმყოფებოდა. ნობუნაგა ალყაში მოექცა და აღარ ჰქონდა უსაფრთხო გზა დაქცევისთვის. ის ამ ინციდენტში დაიღუპა. ნობუნაგას სიკვდილის შემდეგ მიცუჰიდემ იფიქრა, რომ ძალაუფლებას მიიღებდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან ნობუნაგას კიდევ ერთი გენერალი ჰყავდა და ის იყო ტოიოტომი ჰიდეიოში. როცა ჰიდეიოშიმ გაიგო, რომ ნობუნაგა გარდაიცვალა, მან სწრაფად წაიყვანა თავისი არმია მიცუჰიდეს წინააღმდეგ. ჰიდეიოშიმ დაამარცხა მიცუჰიდეს არმია, მიცუჰიდეც დაიღუპა, როცა გაქცევას ცდილობდა. ამის შემდეგ ჰიდეიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად იქცა. ჰიდეიოშის ცხოვრება განსაკუთრებულია, რადგან ის ძლიერი სამურაის ოჯახში არ დაბადებულა. ის უბრალო ოჯახიდან იყო და ნობუნაგას რიგით მსახურად დაიწყო. მაგრამ ჰიდეიოში სამხედრო და ლიდერულ უნარებში გამორჩეული იყო, ამიტომ ნელ-ნელა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები მიეცა. დროთა განმავლობაში ის ნობუნაგას ერთ-ერთ საუკეთესო გენერალად იქცა. ნობუნაგას გარდაცვალების შემდეგ ჰიდეიოშიმ გააგრძელა იაპონიის გაერთიანების გეგმა. მან სათითაოდ დაამარცხა, ან დამორჩილება აიძულა დარჩენილი დაიმიოები. 1591 წლისთვის თითქმის მთელი იაპონია მის კონტროლქვეშ იყო. ჰიდეიოშის ასევე სურდა დაეშალა დაიმიოებისა და ჩვეულებრივი ხალხის მხრიდან ახალი აჯანყების დაწყება. 1588 წელს მან ბრძანა, რომ ჩვეულებრივი ხალხისგან აეღოთ ხმლები და სხვა იარაღი. ამ ღონისძიებას ხმლების ძებნა ეწოდა. მისი მიზანი იყო გაერთულებინა გლეხებისა და სხვა ჩვეულებრივი ხალხისთვის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე უფრო გამოკვეთილი გახდა სამურაებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების გამიჯვნა. ჰიდეიოშის ქმედებების შედეგად იაპონიაში თანდათან დასრულდა მრავალი შიდა ომი. მაგრამ მისი გეგმა აქ არ დასრულებულა. იაპონიის გაერთიანების შემდეგ ტოიოტომი ჰიდეიოშიმ კიდევ უფრო დიდი გეგმა შეიმუშავა. მას სურდა თავისი ძალაუფლების იაპონიის ფარგლებს გარეთ გაფართოება. 1592 წელს მან კორეაში დაახლოებით 150,000 იაპონელი ჯარისკაცი დაგზავნა. იაპონურმა არმიამ სწრაფად შეაღწია კორეაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორეა დაეცა. კორეელები ბრძოლას აგრძელებდნენ. მინგის ჩინეთის ჯარებიც მოვიდნენ კორეის დასახმარებლად. ამის გამო იაპონიისთვის ომი კიდევ უფრო რთული გახდა. ამ ომში ზოგ იაპონელ მებრძოლს სასტიკი მეთოდი ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, რამდენი მტერი მოკლა. ადრე ისინი დამარცხებული მტრის თავს მიიტანდნენ მტკიცებულებაც. მაგრამ კორეაში ჩვეულებრივად იქცა მტრის ცხვირის და ზოგჯერ ყურის ნაწილის წაღებაც. ეს ნაწილები იაპონიაში იგზავნებოდა და იმისა, რაც ომში გააკეთეს, მტკიცებულებად ითვლებოდა. მსხვერპლი მხოლოდ ჯარისკაცები არ ყოფილან. ჩვეულებრივი კორეელებიც და მინგის ჩინეთიდან ჩამოსული ჯარისკაცებიც მსხვერპლი გახდნენ. კიოტოში არის სამარხი, რომელიც ამ მოვლენას უკავშირდება. მას მიმიძუკა ეწოდება, რაც ყურის გორაკს ნიშნავს. თუმცა აქ დამარხული უმეტესობა სინამდვილეში კორეიდან ჩამოტანილი ცხვირებია. მიმიძუკა 1587 წელს აშენდა და დღემდე კიოტოშია შემორჩენილი. ომის გაგრძელებისას იაპონიის არმიას უჭირდა კორეის სრულად კონტროლი. კორეის ძალები ბრძოლას აგრძელებდნენ, ხოლო მინგის ჩინეთი მათ ეხმარებოდა. იაპონიასაც უჭირდა საკვების, იარაღისა და სხვა მარაგების მიწოდება თავის ჯარისკაცებისთვის. 1587 წელს ჰიდეიოშიმ კვლავ დიდი ძალა გაგზავნა კორეაში, თუმცა ამანაც ვერ დაასრულა ომი. 1588 წელს ტოიოტომი ჰიდეიოში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ იაპონიის ლიდერებმა ჯარისკაცებს დაბრუნება უბრძანეს. თითქმის 7 წლიანი ომი დასრულდა ისე, რომ იაპონიამ ვერც კორეა და ვერც ჩინეთი ვერ დაიპყრო. თუმცა ჰიდეიოშის გარდაცვალებამ იაპონიაში ახალი პრობლემები გამოიწვია. მისი ვაჟი, ტოიოტომი ჰიდეიორი, ჯერ კიდევ პატარა იყო. ამიტომ ჰიდეიოშიმ სიკვდილამდე დატოვა ძლიერი დაიმიოების ჯგუფი, რომლებიც მის შვილს მართვაში დაეხმარებოდნენ, სანამ ის გაიზრდებოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ტოკუგავა იეიასუ, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაიმიო. ჰიდეიოშის გარდაცვალების შემდეგ ძლიერი დაიმიოები კვლავ გაიყო. 1600 წელს ორი დიდი ჯგუფი შეეჯახა ცეგიგაჰარას ბრძოლაში. ტოკუგავა იეიასუს ჯგუფმა დაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ იეიასუ გახდა იაპონიის ყველაზე ძლიერი სამხედრო ლიდერი. 1603 წელს იმპერატორმა მას შოგუნის ტიტული მიანიჭა. აქედან დაიწყო ტოკუგავას შოგუნატი. ტოკუგავას ოჯახმა თავისი მთავრობა ედოში დააარსა. ედო ის ქალაქია, რომელსაც დღეს ტოკიოს სახელით ვიცნობთ. ტოკუგავას მმართველობის დროს დაიმიოებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.
შოგუნს სულად არწმუნებული ხო, რომ ვერც ერთი დიდი სამურაის კლანი ვეღარ დაიწყებდა სამოქალაქო ომს. ამ სისტემამ წარმატებას მიაღწია. 250 წელზე, მეტი ხნის განმავლობაში, იაპონიის დიდი ნაწილი უფრო მშვიდობიანი გახდა სენგოკუს ეპოქასთან შედარებით. რადგან დიდი ომები იშვიათი გახდა, სამურაების საქმიანობაც შეიცვალა. ბევრი სამურაი აღარ იყო მუდმივად ბრძოლის ველზე, ზოგი გახდა მთავრობის მოხელე, მმართველი, მასწავლებელი ან მეცნიერი. იყვნენ სამურაებიც, რომლებმაც წერა, პოეზია და სხვა ხელოვნებები ისწავლეს. ამ პერიოდში უფრო მეტად ჩამოყალიბდა ცნობილი იდეა ბუშიდოს, ანუ მებრძოლის გზის შესახებ. ეს არის იდეები ერთგულებაზე, დისციპლინაზე, სიმამაცესა და მსხვერპლისთვის მზადყოფნაზე. მაგრამ არ არსებობდა ერთი ბუშიდოს წესების წიგნი, რომელსაც ყველა სამურაი მისდევდა მთელი ისტორიის განმავლობაში. იდეები იცვლებოდა, ეს დამოკიდებული იყო ეპოქასა და ადგილზე, ასევე შეიცვალა იაპონიის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. 17 საუკუნეში ტოკუგავას მთავრობამ შეზღუდა ბევრი უცხოელის ქვეყანაში შესვლა და მკაცრად აკონტროლებდა იაპონელების გამგზავრებას ქვეყნის გარეთ. მაგრამ იაპონია სულად არ დაუხურავს კარი მსოფლიოსთვის. შეზღუდული ვაჭრობა მაინც გრძელდებოდა, განსაკუთრებით ჰოლანდიელ და ჩინელ ვაჭრებთან ნაგასაკიში. იაპონიას ასევე ჰქონდა კავშირი კორეასთან და სხვა მეზობელ რეგიონებთან. ტოკუგავას სისტემა 2 საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. მაგრამ მე-19 საუკუნეში ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები უფრო ძლიერები გახდნენ. მათ ჰქონდა თანამედროვე გემები, იარაღი და ინდუსტრიული ტექნოლოგია. 1853 წელს იაპონიაში ჩამოვიდა კომოდორ მეთიუ პერი. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებიდან თანამედროვე საბრძოლო გემებთან ერთად. შეერთებულ შტატებს სურდა, რომ იაპონიას გაეხსნა პორტები მათი გემებისთვის. პერი 1854 წელს დაბრუნდა. ბოლოს იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა კანაგავის ხელშეკრულებას მოაწერეს ხედ. ამით შიმოდა და ჰაკოდატე გაიხსნა ამერიკული გემებისთვის. შემდეგ სხვა შეთანხმებების დაიდო დასავლეთის ქვეყნებთან. ეს დიდი პრობლემა იყო ტოკუგავას შოგუნატისთვის. ბევრმა იაპონელმა იკითხა, რატომ ვერ ახერხებდა შოგუნი უცხოელების შეჩერებას. სამურაებიც გაიყო. ზოგიერთი მათგანი უცხოელების გაძევებას ითხოვდა. სხვა ნაწილი კი ფიქრობდა, რომ იაპონიამ უნდა ისწავლოს დასავლეთის ქვეყნებისგან, რათა გაძლიერდეს. დაპირისპირება გაიზარდა და საბოლოოდ ბრძოლაში გადაიზარდა. შოგუნის მხარდამჭერებსა და მათ შორის ვინც იმპერატორის მმართველობის დაბრუნებას ითხოვდა. 1867 წელს ბოლო ტოკუგავა შოგუნმა, ტოკუგავა იოშინობუმ, თავისი ძალაუფლება იმპერატორს დაუბრუნა. მომდევნო წელს დაიწყო დიდი ცვლილება, რომელსაც მეიჯის აღდგენა ეწოდება. ახალი იმპერატორი იყო იმპერატორი მეიჯი. ახალი მთავრობა იაპონიის თანამედროვე ქვეყნად გადაქცევას ისახავდა მიზნად. მათ გადმოიღეს იდეები, ტექნოლოგიები და სამხედრო სისტემა დასავლეთის ქვეყნებიდან. მაგრამ ამის გასაკეთებლად მათ ასევე უნდა გაეუქმებინათ ძველი სისტემა, რომელიც სამურაებს განსაკუთრებულ პოზიციას აძლევდა. თანდათანობით სამურაების განსაკუთრებული უფლებები გააქრა. 1873 წელს იაპონიამ შექმნა ახალი სამხედრო სისტემა, სადაც ჩვეულებრივი მამაკაცის ჯარში გაწვევა შესაძლებელი გახდა. ეს ნიშნავს, რომ არმიის წევრობა აღარ იყო მხოლოდ სამურაებისთვის განკუთვნილი. ასევე ბევრმა სამურაიმ დაკარგა მთავრობისგან მიღებული ანაზღაურება. 1866 წელს ყოფილი სამურაების უმეტესობას საზოგადოებაში ხმლის ტარებაც აუკრძალეს. ბევრმა ყოფილმა სამურაიმ მიიღო ეს ცვლილება. ისინი მუშაობდნენ როგორც მთავრობის მოხელეები, მასწავლებლები, ბიზნესმენები და სამხედრო ოფიცრები. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ახალ სისტემაზე გაბრაზდა. ყველაზე დიდი აჯანყება ყოფილი სამურაების მხრიდან 1867 წელს მოხდა. ამ აჯანყებას საცუმას აჯანყება ეწოდა და მას სათავეში საიგო ტაკამორი ედგა. საიგო ადრე ტოკუგავას შოგუნატის დამხობაში ეხმარებოდა, მაგრამ მოგვიანებით ახალი მეიძის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა. თავდაპირველად აჯანყებულთა ძალა ძლიერი იყო, მაგრამ ახალ იმპერიულ არმიას მეტი ჯარისკაცი, თანამედროვე იარაღი და არტილერია ჰყავდა. რამდენიმე თვის ბრძოლის შემდეგ საიგოს ჯგუფი დამარცხდა. საიგო 1867 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა. საცუმას აჯანყების დამარცხებით ნათელი გახდა, რომ დასრულდა ეპოქა, როდესაც სამურაები იაპონიის განსაკუთრებული მებრძოლი კლასი იყვნენ. მაგრამ სამურაები იაპონიის კულტურიდან არ გამქრალა. მათი სიმამაცის, ერთგულებისა და დისციპლინის შესახებ ისტორიები კვლავ იწერებოდა წიგნებში, თეატრში და მოგვიანებით კინოშიც. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამურაის დღევანდელი ცნობილი სახე ნამდვილი ისტორიისა და მოგვიანებით ჩამოყალიბებული იდეების ნაზავია. მე-20 საუკუნის დადგომისას იაპონიაში ზოგიერთმა სამხედრო ლიდერმა და ნაციონალისტმა ბუშიდოს ერთგულებისა და თავგანწირვის იდეები გამოიყენა ჯარისკაცების დასახალისებლად. მაგრამ თანამედროვე იაპონური სამხედრო ძალა უბრალოდ ძველი სამურაი სისტემის გაგრძელება არ არის. ეს სხვა ეპოქა, სხვა მთავრობა და იაპონიის სხვა ტიპის არმია.
თვით სიტყვა კამიკაძე, რომელიც გამოიყენებოდა იაპონელი თვითმკვლელი მფრინავებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს, მოდის უფრო ძველი ამბიდან, ღვთაებრივ ქარზე, რომელმაც მე-13 საუკუნეში მონღოლთა შემოსევის ფლოტი გაანადგურა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია კიდევ ერთხელ შეიცვალა. სამურაი მეომრების კლასად აღარ დაბრუნებულა. იაპონია გახდა თანამედროვე ქვეყანა, ახალი კონსტიტუციითა და ახალი პოლიტიკური სისტემით. ამიტომ სამურაიების ნამდვილი მემკვიდრეობა არ არის არმია, რომელიც დღემდე არსებობს, მათი მემკვიდრეობა იაპონიის ისტორიის და კულტურის დიდი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში სამურაიები თავდაპირველად მიწის დამცველი მეომრები იყვნენ. ისინი გაძლიერდნენ და საბოლოოდ იაპონიის სამხედრო მთავრობა მათ ხელში გადავიდა. ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ ხანგრძლივი სამოქალაქო ომების დროს. დაეხმარნენ ქვეყნის გაერთიანებას. მოგვიანებით კი მშვიდობის პერიოდში მთავრობის მოხელეები გახდნენ. მაგრამ როდესაც თანამედროვე ეპოქა დადგა, თავად იაპონიამ შექმნა სისტემა, რომელსაც სამურაები აღარ სჭირდებოდა. დასულდა მათი განსაკუთრებული სტატუსი. მაგრამ სამურაის სახელი, ამბავი და გამოსახულება დარჩა და იაპონიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწილად იქცა.